გამარჯობა. მოგესალმებით. ადრე შაშანწი არა უფრო ადრე რავი როდისღაც 2 წლის წინ დამეწერა ერთი კომენტარი რომ ეს რა წესიაო ჩაირთვებაო ისაო ვიდეო და მე რაღა გამოჩდები ხოლმეო და მე არ მიმიწერია ვიღაცა მოპასუხა ნანა სტილი არის ეგაო და მაგიტო და ჩემი სტილი კი არ არის არა მაგი და შემოული ხოლმე და მოვალ მასე მოდის იმიტომ რომ მე ხო არაფერს არ ვამონტაჟებ, არაფერს არ ავჭრი, ეხლა ხო საერთოდ, მაგრამ არც ადრე. ეს რა კრატოა? ეს აკრატოა? ისა, დღეს შაბათს ხო აღარა მყავს, დამხმარე მყავს, 2 შაბათს და დღეს იყო და ეთყობა ისა, გამოაძრო და ახოს ხოლმე და დადებს. ხალხო, გამარჯობა, მოგესალმებით, მოგიკითხავთ, რა თქმა უნდა. აი, რო დაალაგა აქედა ყველაფერი აბარგა, აქ მქონდა მე ხელსახოცები, რომელიც აღარა მაქვს ახლა. აღარა მაქვს და ვერ მოვიტან. აჰა. ეს ჩემი ერთ-ერთი ფირმაჩანთა. დაიცა, როგორ აქვია მაგას? ბრენდი, ხო, ბრენდი ქვია. ეს ერთ-ერთი იმათაგანია. რო ვამბობ რომ უნდა ისავქნა მეთქი გავყიდო ლელა მითხრა რომ საყურეები გვაჩვენეო ზოგიო და ვერ მოვიტანე ახლა დაყიდო ბაბა ხო ხედავთ ახლა ხალხო ორჯერ ვიყავი გაშლაპუნებული ორჯერ იმიტომ რომ ბევრი იყო რა ხდება ვაიმე და საიდან დავიწყო თავიდან დაიწყეო მითხარით გუშინ სახლში არ ვიყავით იქ წავედით სან-ჯოვანი როტონდოში, როტონდო, რა ვიცი, როგორ გითხრათ, რა ვიცი, პადრე პიო რო ყავთ იტალიელებს, როგორც ჩვენი მამა გაბრიელი არ ვადარებ, მაგრამ ისე გეუბნებით. იმის სახელობის ეკლესიაა და ქალაქია და იქ ვიყავთ. ძალიან კარგი დღე გავატარეთ, კიციოდა მთარი იქა, თეწყლებია. კიციოდა, გრილოდა, მაგრამ წაღებული მქონდა სათბილობლები და ესა გავისეირნეთ, რასთავარი არ აწვიმდა, რა ვიცი რა, ძალიან კარგი დღე გავატარეთ, კარგი, მერე ძალიან კარგი, აი, გარეთ რო ჩვენ მასე ვართ, გარეთ რო გიწევს სადილი, ანუ სადღაცა ხარ და რესტორანში შედიხარ. და ძალიან ცუდია, როდესაც არ მოგეწონება სადილ, საჭმელი არ ვარ და უგემური გამოდიხარ, ხო? უგემურად, ხო და აი, იმდენი ხალხი იყო, იმდენ ეკლესიაში ალბათ ერთი 2000 ადამიანი იყო, უდიდესია ეკლესია ახალი და ძალიან ბევრი ხალხი იყო ავტობუსებით თუ ისე და ჰიდროჩეტებებდა შანსი არ არის რესტორანში ჩვენ ვერ ავნახავთ ვერაფერს. მეოთხარი წინაზე რო ვიყავით, სულ რო ქვეყანაზე გაწყდეს რესტორნები, იქ მაინც არ შევალ მეთქი. პურს და რაღაცას ვიყიდი ძეხს მეოთხარი იმას ნოსვიზავ და იქ მაინც არ შევალ თქო. მაგრამ წავედით სხვაგან, სადაც ადრე ვიყავით, ხო? ძალიან კარგი, ვაიმე, აი ისეთი ნასია მონბეხარ, კარგად რომ მოგემსახურებიან, კარგად გექცევიან, მერე კიდე ყველაფერი გემრიელია და მოკლედ გამოვედით მერე, ცოტა კიდე გამოვისეირნეთ, მერე ცოტა ხანი მანქანაში წაუძინა და წამოვედით. დღეს დილიდან გენაცვალე ვაღვიძებ, ამჯერ ვქარ დავიღალეთ. ვაღვიძებ ადე 10 საათზე უნდა მოვიდეს ის ჩემი გოგო ადე და როგორც იქნა სახში დავჭიდილით, აბა რა თქმა უნდა, ჯანაბას დავიდოდი. ხო და მეც დავიღალე. მე ახლა რას ვაკეთებ? რა მეც რაღაცას ვაკეთებ, ვაწესრიგებ მეც ჩემს სახლს, ხო და ახლა გავედი ინოჩენტე წავიდა თავის სტუდიაში სამღერლად და მე კიდე თქვი რომ მოდი გავალ მეთქი, ჩავედი ცოტა იმას ბარის ტერეზას ქმარს ვეჭორავე, რა ხდება მეთქი უბანში ზოგი დაიკეტა, ზოგი ქირავდება, რაღაცეები გავარკვე და ვაიმე ახლა ჯერ გაჩვენებთ, რაც გაყინულებია, თორე გადნება და მოდი ჯერ გაჩვენებთ რა ვიყიდეს. რა ვიყიდე? ეს არის პასტა პაკერი.
ეს არის ამას აქვია პაკერი, ეს არის პასტა ფრესკა, ანუ რბილი, ხმელი არ არის, ახალი პასტა არის და სუგოსთან და ეგეთ რამეებთან მიდის. ამის ნახევარი რო იყოს, ხო, ისე იქნებოდა კალამარატა და ის თევზთან მიდის, კალამარის სუგოსთან და ეს ჩვეულებრივ სუგოსთან და რა ვიცი, წამოვიღე დღეს და ხვალე კი არ მინდა, მაგრამ ხვალე ბაზრობაა და რა ვიცი, საით მოვექცევი კაცმარიცის. ეს გაყინული ხილია, გაყინული კენკრა, რომელსაც საღამოობით მივირთმევ ხოლმე, ეგა, ვაიმე, მაცივარში გავაქციო. მწვანე გაროხი, ახალი გაროხი, გაყინული იყიდება ასე და აქ არ ვიცი თუ ვინმე, იშვიათი ვინმე, აი თუ ძალიან მოუცლელია, რომ ქილის გაროხი იყიდოს ძირითადად ახალი პროდუქტი. რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს არის ნაყინი ზერო. ანუ უშაქრო, ძალიან დაბალი შემცველობა აქვს შაქარი, ვეგეტარიანულია, ვეგანურია თუ რა ვიცი ეგარ, ეს კიდე ჩემქმარს ლაქტოზას გარეშე. ჩემქმარის არის ამარენა, ანუ ალუბლისა და ჩემი არის მანგო, არა, მარწყვი და ლიმონი. მარწყვი და ლიმონი. მანგოს ავყიდულებდი ხოლმე კოპეტები რო იყო მეებით. ეხლა ამ ყინულებს, რაც ყინულებია, გავაქცევ საყინულეში, თორე სანამ მე აქ გამოვჭიმავ იმას საუბარს გადნება. ოვედი, გონია დაბნელდა. რაღაცა მოხდა, რაღაცას მივადე ხელი. ვაიმე ხალხებო, დაბნელდა. გავანათე. კი არ გავანათე, მაგრამ გავანათე ეკრანი. დაბნელებული იყო და რა ვაკეთე არ ვიცი, მაგრამ რაღაცა ვქენი. ხო, რა ვიყიდე გავაგრძელოთ, მოდი ახლა ბარემ მოვიშორებ ამას თავიდან. 1 ცალი მოცარელა ლაქტოზას გარეშე. ეს ჩემთვის ფეტა, ბერძნული ფეტა ყველი ნორმალური ლაქტოზას გარეშე არა, ანუ ეს არის ერბო. ვინც აქ ახართ და თუ შემეკითხებით, რა ვიცი, ხა შეიძლება ყველა მიცით, მაგრამ მაინც ვიტყვი იქნება და მკითხოთ. ბურო კიარიფიკატო, რასაც აწერია, ყუთებით იყო ხოლმე ადრე, მწვანე ყუთებით აღარ არის აქ ჩვენთან, რა ვიცი, რატო აღარ არის. ეხლა ეს შემოვიდა, ინალპის ფირმისაა. გაჩვენებთ და გავხსნი და ერბოა. და ჩვეულებრივი ერბოა, ბურო კიარიფიკატო, რასაც აწერია, არის ერბო. ამას რა თქმა უნდა ისე არ ავჭამ, აი, კარაქის ადგილზე კი არ ავჭამ, ჩვეულებრივ საჭმელში რა. აი ასეთი, აი. ყვითელი ერბოა. ხო, არ არის ძველი და რამე არა, კაია, იმიტომ უსუნე. ერბო, ეს აღის 4 евро და რაღაცა. და ძვირ და ყველაფერი. ეხლა რამდენი გადაიხადეო არ ვიცი, ნუ შემეკითხებით, იმიტომ რომ არ ვიცი. სათითაო ვიცფასებ, ეს 100 გრამიანი მოცარელა და евро და 40 ციხისა. დიდი რამის ფირმა არ არის. ეს 2 და 80-მდე ხის გონი, ეს 4 евро და 60 თუ რაღაც არ ვიცი ძვირია. ეგა რა ვიყიდე? ხო, ეხლა დაიცათ, ეს არის ყურძენი, უწიბწო. ჩვენთან უწიბწო ხო არის წვრილი, პატარა, აქ კიდე რა ვიცი, იმხელა ისინია, ოღონდ უწიბწოა. გუშინ ვიყიდე, გუშინ საჯანდაბაში ვიყავი, შაბათს ვიყიდე, ბარეზანა, ჩვეულებრივი ყურძენი და ძალიან ტკბილიაო ჩემმა ქმარმა და ეხლა ეს ვუყიდე და მე არა, ყურძენს არ ვეკარები, ვერა. ყურძენი, ეს არის სოკო, კამასოკო ზეთში. ამ ფირმისა ნორმალურია ხოლმე რა, ყველა კაია ერთი. სოკო ცოტა მაქვს სოკო მაცივარში, ხო და რაღაცა მეცოტავა და მომინდა რომ კარგად ბლომად გავაკეთო და სოკო ვიყიდე. რავი როგორ გითხრათ, აი ესეთია.
ეს არის კარდონჩელი, ეს არის ყველაზე ძვირფასი, რა ვიცი, ალბათ ამაზე ძვირფასიც იქნება, მაგრამ ერთ-ერთი ძვირიანია. ეხლა მგონი 10 евро ღირდა კილო და ისე 12 ცხირს ხოლმე, 10, 11, 12 კილო. და ეს ვიყიდე სოკო. ეს ფიკიდინდია, ინდური ლეღვი, კაქტუსი, აიცა, აქედან გადაჭას. კაქტუსის ნაყოფი. არა, ანათებს ისეთ ცუდად მიკავია, რომ ანათებს. კაქტუსის ნაყოფი, თუ ახალი ვინმე ჩამოხვალთ, არსად არასტაცოთ ხელი არ მოჭიდოთ. არის ზოგიერთი ჯიში, რომელიც სიცილიაში აი ბაღები რო აქვს ჩვეულებრივი, იმას არ აქვს ხოლმე ისა ეკლები, თუ არა ეკლებით არის სავსე, მით უმეტეს თუ ასაწონი იყიდება და ის ეკლები და თუ არა და ისა ალს უტარებენ თურმე და ისე უწვავენ ეკლებს, მაგრამ ძირითადად მაინც აქვს ხოლმე. ნესვი ვიყიდე იმიტომ რომ საზამთრო მორჩა, საზამთროს დედა მოკოდა. და ეხლა დაიწყო ნესვი. საზამთროს უფრო ვეპარებოდი და მივირთმედი და ნესვი და თარა მაინც ვერიდები, ეგეთი ხმელი ნესვია ესა და ეს ვიყიდე. რატო იყიდე ეგო? შიგნიდან თეთრია. და მეორე არის რომელიც შიგნით ყვითელია და მე ის უფრო მომწონს და ინოჩენდემ ეს მომწონსო და აჰა, ჭამოს. ეს ნესვი აქ კიდო რა არის? ხო, ეხლა ვახშამი არ ვიცი რა გავაკეთო. ხო და წამოვიღე ღორის ხორცი, აი ეს არის ნეკნები არა, ფერდი, თუ არ ვიცი რა არის, მოკლედ კოსტინე ქვია. ხო, ნეკნებია, ნეკნებიც აქვს. და ან კარტოფილთან შევწვა, ან გადავწყვეტავ რა, ან ხვალისთვის გადავდებ და დღესაღამოთი ბადრიჯანს გავაკეთებ, არ ვიცი. ეს ხაჭოა, ორი პატარა ხაჭო ლაქტოზას გარეშე, არ ვიცი, უნდა თუ არ უნდა და გამოვიყოლე. რძე ვიყიდე, ახლა კეფირი რო გადავდე, უნდა გითხრათ რატო თქო. ხო, აი ეს ვიყიდე. ეს არის სუგო რა, სალსა, როგორ გითხრათ, საწებელი, არ ვიცი ქართულად რაც კიდე დაუძახეთ, კვატრო ფორმაჯი, 4 ყველის ნარევია. რატო ვიყიდე? ინოჩენტე აბა ამას ვერ მიირთმევს არანაირად, მაგრამ გუშინ ვიყიდე პრინგლეს დიდი ისა ჩიპსი. როდესაც გზავრობ ხოლმე მანქანაში ეგეთი რამეები მაქვს, რომ გავაკნატუნო, ან თხილეული ეგეთი რაღაცა ხოლმე ჩიპსები რა, გზავრობაში მჭამ. ისეთი უგემურია, ანუ მარილი არა აქვს საერთოდ. არა და ორიგინალი აწერია, არაფერი არ ასჭირს, არ ვიცი, არც ნაკლები მარილი, არაფერი აწერია და ინოჩენტე მეუბნება და რა არის ესო? მარილი არა აქვს, არ დაავიწყდათ რა პარტიაა ესეთი და მაგიტომ ვიყიდე, ჯერ ვფიქრობდი, რომ გაკამოლე გავაკეთო მეთქი და იმასთან ერთად ჭამო ის გადაყრა მენანება. ხო და მერე გადავწყვეტე ეს ვიყიდო ყველი და ამ ყველთან შევჭამ იმ ჩიპსებს. მართალია კალორია არის, მაგრამ დაახლოებით ვითვლი ხოლმე კალორიას. ეგრე, ეს ვიყიდე. აჰა, ესეც გაჩვენეთ. ეხლა რძე მოგახსენოთ. ამ რძეს ჩვენ არ ავსვათ. ანუ ულაქტოზურ რძეს ავსვათ მაღალი ხარისხისას და ასე ძვირიანს და ასე შემდეგ და ეს არის იაფიანი რავი რა ფირმაა ეს სელექსი ამათ ძროხები არ აყავთ და თავისთავად არ არის დიდი რამე რძე, მაგრამ სხვა ფირმა ვერ ავნახე ინტერო. ანუ ამაზე ჰქონდა ყველაზე მაღალი ცხიმიანობა პროცენტული, ხო? და რატომ მინდა? მჭირდება 2 ლიტრი რძე. 2 ლიტრი რძე მინდა. გუშინ გადავაწყდი რეცეპტი ხაჭო. გააკეთა ქალბა ხაჭო და 2 ლიტრი რძით და 1 კეფირით ამოუვიდა 1 კილო ხაჭო. იყო კომენტარები არაფრით არ შეიძლებაო, რანაირად გამოვა 2 ლიტრიდან 1 კილო ხაჭო. ამ ქალბა კიდე მეორედ გააკეთა ყველას თვალწინ, რომ აი თუ არ შეიძლებაო და
ეხლა იცით რას უყურებ? დილას რო დაალაგა, მე ეთყობა მე აღარ მოვსული ვარ, რომ ხელი შევავლო და არ არის სწორედ ეს ისა. ჩემი ქართული ამბანი აქა. ხო და მოკლედ ეგ არ არის თავარი, ეს 2 ლიტრის ძე და როგორ გააკეთა ახლა გითხრათ. ახლა მე ამისი გადამღები არა ვარ, რომ გადავიღო და გაჩვენოთ, რომ გავაკეთებ, რავი, როდის გეტყვით კაცმა არ იცის, ხო და 2 ლიტრის ძე ჩაასხა ქვაფში და გაათბო. აი ეგ რაღაცა მუქათა ვხედავდი იმას სოკოს ფეხს და მეთქი რა არის ნეტავით. 2 ლიტრის ძე ჩაასხა, თუ ვინმეს გაინტერესებთ გეუბნებით, თუ ვინმეს გინდათ რომ სცადოთ, რაც შეიძლება მაღალი ხარისხი რა, მაღალი ცხიმის შემცველობა რომ გქონდეს რძესო. ჩაასხა ქვაფში 2 ლიტრის ძე, ჩვეულებრივი მაღაზიისაო, გაათბო, რო გაათბა, არა ცხელი, თბილი, აი ცოტა რო კაი თბილი, მოცხელი. და ჩაასხა 1.5 ლიტრი კეფირი. ეს ახლა ყველაზე ხარისხიანი კეფირი ჩემთან ეს არის. ის ბოთლებში წყალწყალა კეფირი არის, მაგრამ იმ ქალმა ესეთი ჩაასხა და მეც ეს ვიყიდე. მოურია კარგად, საღამოთი გააკეთა და დადგა ეს ქვაბი და დაანება თავი ხვალე დილამდე, ანუ მთელი ღამე. დატოვა ეგრე. დილით უკვე იყო შეკუთებული, შედედებული როგორიღაცა და დადგა ცეცხლზე, მიიყვანა ადუღებამდე 1-2 წუთი ადუღა. თუ მე უფრო 2-3 წუთი ვადუღებო, რომ ხაჭო უფრო მარცვლოვანი გამოვაო და შეკრულიო, ძალიან შველი არ იყოსო რა. 2-3 წუთი ადუღა და გამორთო და ისევ დატოვა მთელი დღე. და საღამოთიღა ამოიღო და გადაწურა. დურშლაგზე დაყარა და გაწურა და აწონა ყველას თვალწინ და გამოვიდა 1 კილი. ეხლა მე რანანა ვიქნები და მე რანანა ვარ, რომ არ გავაკეთო. ეს აღირდა €20 თუ 29 აღარ მახსოვს, ჩავთვალოთ 2.50 რძე. ორივე. ეს აღირს €80 €2 ჩავთვალოთ ეს, 4.50-ისა არის ეს. 4.50, 4.50-დან მე თუ 1 კილო ხაჭვა ამომივა, ფაქტიურად ნახევარ ფასში და უფრო ნაკლებში გამოდივარ. თუ გამოვიდა. და გარდა მაგისა კიდე სახში გაკეთებული უფრო კარგი. არ ვიცი. ნახავ, დღეს საღამოთი დავიწყებ, ხვალე მზად იქნება, ხვალე საღამოთი ავწონ. ეს მოგახსენებთ ამბები. ვიფიქრე, რომ ეხლა რომ მოვათრიე პარკები, თან ვიდეო უნდა გამეკეთებინა, არ მინდა ეს რეკლამა დავაწვეთ. ხო და ვიფიქრე, ბარემ მეთქი მოდი რა ვიყიდეგაც მივაბავთ. რატომ მოვედი? ექიმთან ვიყავი ხო. ექიმთან ვიყავი ხუთშაბათს. ყოჩაღ ნანა რა უცებ იფიქრე ჩვენზეო და როგორ მალე მოხვედიო. მართალი ბრძანდებით სალანძღავი ვარ. ვაიმე, ეხლა რა მაგის პასუხია და წინა ვიდეოში აი ჩანდა თეთრად. რო შევხედე ვიდეოს და მივხვდი, რომ თეთრი თმები იყვნენ შეგროვებული. აი ამებში მაქვს ბევრი თეთრი. ამე დედაჩემიც ესეა თეთრი და აქ საფერტკლებზე უკან დიდად არა. ოღონდ ძალიან ბევრი თეთრი თმები გამომივიდა. ვერ შევიღებავ ეხლა, იმიტომ რომ ქიმია უნდა გავიკეთო, ან უნდა დავიხურო და ან ერთი უნდა გავაკეთო, ან მეორე, იმიტომ რომ ორივეზე დამებუგებათ მადა. ქიმია მირჩევნია რა. ეხლა ქიმიას გავიკეთებ, ცოტა 1-2 თვეს გავიყვან და მე შევიღებავ. ან მიყურებს და იყო ჭაღარ. ექიმთან ვიყავიზე დავბრუნდეთ. ხუთშაბათს ვიყავი, მოგეხსენებათ, ნერვები გაწიოკებული მქონდა, მივედი, ეს ჩემი ქმარ, მე მარტო შევედი, იმიტომ ჩამომსვა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა იტალიაში პარკინგი არის სასწაულობა და მით უმეტეს მასეთი დაწესებულების გარშემო ხო საერთოდ და უნდა იტრიალო, იარო წრეზე რომ ვინმე გავა და ჩაეკვა. ხო და მითხრა წადი შენო შედიო და მოვალ.
მე შევედი ჯერ ბარში გავიარე შიგნით რა საავადმყოფოში ყავა გადავკარი წყნარად წყალი ვიყიდე და წავედი მე ექიმთან და რამდენი ხანი გავიდა კაი 1-20 წუთი რომ ვერ მოდიოდა ინოჩენტე ვერაფრით ვერ აპოულობდა ადგეს და თუ მე უკვე შევედი ექიმთან გამოვიდა იქ ეკრანზე ჩემი ნომერი და შევედი და კარები არ იყო დაკეტილი და მოგაქანდა ჩემი კვარიც ხო და ექიმი დაგწირო და არ გინდოდაო ისო მარტო კაბოსლაო და არა მეთქი აბა როგორ ახარო მეკითხე და ცუდად მეთქი მე მაშინ მივაჯახე და გაშრა ადამიანი რა მოხდაო მე ვთქვა ცუდად ავარ მეთქი ნერვები მაქვს ძალიან აწიოკებული რა არის ეგრეა მე ნახა კომპიუტერში შევიდა ყველა ჩემი წინა ანალიზები გადაამოწმა ყველაფერი და მითხრა არაფერი არ არის ეგო არც აფიქრიო არც აშიშიო არც არაფერიო მითხრა დაანებე თავიო კარგად არის ყველაფერიო კარგად მიდისო თუ კიდეო დაიკლებო წოდაშიო უფრო კარგი იქნებაო კარგი გოგო იქნებიო გოგო არა მაგრამ მაინც და ისა კაი მეთქი ექიმო მოვიკლებ კიდე მოვიკლებ 1-5-6 კილოს კი ნამდვილად მოვიკლებ სანამ კონტროლზე წავალ ხო და ისა არაფერი რა მითხრა ისე ირნეო იარეო არაფერი არა გაქვს საშიში არ არისო ეგ არაფერი და წყნარდიო ჰაი ვაუ ჩემაქварმა წაუბა მერე აიო ასე ისეო ინერვიულა მოკლედ და კონკრეტულად კარგად ავარ ინდოჩეტეს დავციროდი შეინცოლი ჯერ არ აკვდება მეთქი და წყნარდი მეთქი ხო და ეხლა მაქვს კონტროლი აპრილში ოღონდ ძლიერი კონტროლი ყველაფრისა ძვლები, ღვიძლი, ყველანაირი სისხლი, ყველაფერი. მოკლედ. გადაწყვიტა ექიმა რომ ყველაფერი მაინც, რამე არ გაეპაროს, ალბათ რა, მე ეგრე ვიფიქრე. და ეხლა ადგილებს ვერ აუპოულობ. ანუ ხო რა ადგილს ვერ არ არის თავისუფალი, ეხლა ეხო მუცლის ღრუს ეხლა რომ უნდა დაჯავშნო აპრილში არ არის ადგილები. კი გეკუთვნის ყველაფერი უფასოდ მე ჩემნაირ პაციენტს ეკუთვნის, მაგრამ მიდი აბა იპოვე. ხო და ეხლა იმ ადამიანმა მითხრა სადაც ვინც ჯავშანზე იყო რომ ყოველ კვირა დარეკე ხოლმე. ეხლა მე აღარა მაქვს მაგის ინერვი რომ სიმართლე გითხრათ ერთი ხელ ვცდი ერთი აი ცოტა გავიდეს 1-2 კვირა. ხო და მერე თუ არა და გადავიხდი ფას არ აღირს ძალიან ბევრი არ ვიცი 70-80 евро ღირს მთლიანი უწლის ღრუ. ეგრე ღირდა და რა თუ ცოტა მოიმატა ასე. ხო და თუ ისა არა მაქვს არაფრის ნერვი გავიკეთებ ფასიანს და მივალ რა ვქნა. და სისხლი ჯერ ვერა სისხლი ერთი თვით ადრე, მარტში იმას ვიზავ რა. დავდგები რიგში. ხო. ეგ მოგახსენეთ. ასე რომ ვისაც გაინტერესებდათ, მაინცო მითხრა, კი არის მომატებული, მაგრამ ეგ შეიძლება ბევრი მიზეზი იყოსო მაგისიო, რომ სიტყვაზე მოიმატაო და არ არისო აუცილებლადო, რომ ეს რამე იყოს სიმსივნურიო, არაო. ეგ შეიძლებაო რომ იყოსო დრო და დრო აიწიოსო რამე 1000 გამომწვევი მიზეზი არისო. რა ვიცი მეუთხარი ექიმო მე კიდევ ვფიქრობ რა მოხდა რა გამეპარა რა არ მოვიქეცი კარგად არაო მითხრა კარგად იქცევი მშვენივრათო დაწყდარდი და დაოყდიო. ხო კარგი ექიმი მყავს ძალიან მე ისეთი გულიანი ექიმი კიდე კარგი მე სხვა მინდოდა უფრო ცნობილი და არ იყო ადგილები იმასთან. ეთყობა ღმერთი ყველაფერში ხო ერევა ხო და ამ ეს ვირჩიეს იქ ვინც ამუშაობდა შიგნით რომ მითხრეს რომ კარგი ექიმია. კაი მე ვთხარი იყოს მეთქი და კიდევ კარგი. იმას რომელიც სუპირველად იმასთან მივედი. ცნობილია თავში აქ ნაცემი, აი ბღინძება ზედმეც ვერ დაელაპარაკები. ხო არიან ეგეთი ექიმები, არა ეგეთია რაღაცნაირი რა, ცოტა არ იყოს და ეს ჩემი არის, აი რა ვიცი რა, ძალიან მაგარი ვინმე. ხო და წამოვედი ამოსუნთქულები, ჩასუნთქული წავედი და ამოსუნთქული წამოვედი. ხო და ეს შემოკარგებო. რავი, ცხოვრობ
არ ვიცი რა გითხრათ, ახალი რა გითხრათ. იმდენი ისა გვაქვს ორომტრიალები გვაქვს დატეხილი თავზე, იქ ქეთუა დაუჩია კიდე დაშორდნენო იქ ისა ხლა არ მითხრათ რომ ისა სუმაგას რა ახსენებ. მაგათ უყურებ და ვაშვინო ახსენო. არა, ხუმრობა იქით იყოს ახლა რომ მოუყვე ისეთ ლანძღვაგინებას დავატრიალებდი. ოღონდ არა ამ წყვილზე კი არა, ეს ორივე რომ ნაგვები არიან, აი სრული მაქვს ტყვის მნიშვნელობით ვამბობ რა. ეხლა ის კაცი უფრო მე მგონია, იმას იცოდებენ რა კარგი ბიჭია, რა კარგი ახალგაზრდა ადამიანი, ასეთი ლოთი რო ხარ არ მინდა ხლე ყოველას თავის ცხოვრება აქვს და მე არავის არ გამჭი და თავშქარი ხალხმა ჩემ თოლში არაფერი არ არიან, არც ერთი და არც მეორე. ერთ დედობა აქვს ჩამორთმეული და გიჟია და არ არის ნორმალური და ყველაფერზე წამსვლელია თავისი რაღაცა ჩახვეული მიზეზები იდეების გამო. ეს მეორე კიდე ალფონსაა და ოღონდ ვინმე მაჭამოს ასვას და დაალევნოს და ყველაფერს მოითმეს, აი პირდაპირ ეთერში რომ გირტყავენ ახალგაზრდა ადამიანს ცოლი, გიჟი, ქალი რო გირახუნებს და რა ვიცი მე ხო და ჩემთვის არც ერთი არ არის, მაგრამ ეგენი მაგათ არ მენახულებ. ყველა ეს გარშემო მყოფი ხალხი, ვინც მაგათ ხარჯზე, ან იმეებს ნახვებს იკეთებს, ან ერთობა დასცინიან, ღადაობენ, აი მაგათ ეგ ყველა მეზიზღებით. ყველა მეზიზღება ეგენი. იმიტომ რომ ხართ საზიზღრები და ყველანაირად მდაბიოები. ყველა აბსოლუტურად ვინც კიდე იყოს ჩემიანიც რო იყოს. აი წაიყვანეს იქ რესტორანში, იქ ატინგიცეს, ხან აცეკვეს, ხან ამღერეს, უღებდნენ ვიდეოებს, ყველადეებს მერე იმის ვიდეოებს, არ აქვს ცხენიათ ქალებო და გადმოაგდებენ მე ქალური სოლიდარობა. არა მაქვს, ვისაც არ ეკუთვნის, იქ არა მაქვს არც ქალური სოლიდარობა, არც კაცური და არც არანაირი. აი ეგრეა საქმე და ისე კაცმა რომ თქვას, ეს მარტო ისა ქალების დაცვა დაჩაგრული როგორ ვთქვა დაიცა ბულინგი ეხლა ყველა მხო აიტაცა შემაზიზღეს ეგ სიტყვაც. მარტო ამ დაბულინგებულ ქალებს რატო იცავს საზოგადოება და ამ დაბეჭავებულ კაცებს რატო არ იცავს არავინ, მართლა დიდი უსამართლობა მგონია მე, მართლა. კაი, ეგეც არ არის ჩემი საქმე, მაგასაც თავს დავანებებ. 1-2 წინა ვიდეოზე 1-2 მიიბლოკა. 1-2-ოდე მიიბლოკა. სადამ აქ ხალხო მე თქვენი ნერვები. მე არავის არ აგთხოვთ რომ კარგი კომენტარები დამიწერეთ და არიქამე უნდა მეფეროთ და მაქოთ. არა, არავის არ აგთხოვთ. თუ ვინმეს გული თახართ ჩემთან, თუ ვინმეს გული შეგტკივათ, გულიანად დამიწერთ, გულიანად დამლოცავთ, გულიანად შემომიძახებთ, შემომეხიდებით, შემომეყუდებით, როგორ ვთქვა, გამამხნევებთ. ვაიმე, ჩემზე ბედნიერი არავინ არ არის და თქვენ კიდე უდიდესი მადლი და მადლობა. მაგრამ ისე რა ისა, ნუ დამიწერთ. არავის არ აგთხოვთ, გინდა თუ არა კარგი კომენტარები უნდა დამიწეროთ. არა, ნუ შეწუხდებით, ოღონდ მართლა ვამბობ, არც ამ წყის, არც ამ ტკის, მაგრამ რატო უნდა გქონდეს სურვილი, რომელიც მე საუბრობ და ვლაპარაკობ, რომ ყველანაირად ვცდილობ, რომ ნეგატივი ავირიდო, ყველანაირად ვცდილობ ხალხო, რომ აი მე არ ვიცი როგორ გამოვიმუშავე, რომ ტელევიზორთან ვიჯდე და აი რაც ძალიან ისეთია, რომ გადამიყვეს ჭკუიდან იმასაც კი არ უსმენ, ყურებში არ უშვებ. ხო და ახალდროს მიწერს ვიღაცა ისეთ რამეს, რომ უნდა რომ აშკარად, რომ აი დამაზიანოს. რა ძალა გაქვს, რას მოიმკი, რატო არა ფიქრობს ნებისმიერი ჩვენთაგანი, რომ სხვა ადამიანს თუნდაც არა ენით ზიანი არ მივაყენოთ. ჯობია რომ ერთი კარგი მუშტი დააჯახო ადამიანს, ვიდრე ენა უსარსალო. აი ჩვენ ვინც ისა ძველი დროის ხალხი ვართ, ეხლა არ ვიცი სკოლაში რას ასწავლიან და რას არა. თქვენ ხო გახსოვთ ისა ნაჯახით დაჭრილი გამთელდაო და ენით დაკოდილი არაო. ხო გვასწავლეს იგავარაკი. ეხლა არც ვიცი ანა სწავლობენ კიდე იგავარაკებს თუ არა, არ ვიცი. აფერი აღარ ვიცი მე. ხო და ასე გახარებული ვარ დღეს, სხვა რამით ვარ გახარებული. ვიტყვი რა დასამალი კიდე ეგ არის, ინგა ჩამომდის.
ჩემთან კი არ ჩამოდის, მაგრამ იტალიაში ჩამოდის. ხო და ძალიან ვარ გახარებული, აჟიტირებული, ძალიან მიხარია, რა თქმა უნდა, აი ხო ვამბობდი, რომ ინგარო წავიდა მეთქი, აი რაღაცნაირად მეორედ დავობლდი თქო და ეხლა შეიძლება განარა, მაგრამ მაინც რომ იცი რომ გულშემატკივარი ყავს და მაინც რომ იცი რომ შენიანი ყავს და გულიანი და ინგა კიდე არის, არ ვიცი, უნიკალურია, მეორე მასეთი არ არსებობს. ხო და ძალიან მიხარია. ერთი მხრივ არ მიხარია, იმიტომ რომ არავინ არ მინდა რომ საზღვარგარეთ წავიდეს და იმუშაოს და ესაქნას და ისაქნას და მეორე მხრივ ეგოისტურად რა თქმა უნდა ძალიან მიხარია რომ ინგასა ვნახავ. ხო, ეგ ახალი ამბავი მიხაროდა და თქვი. ვაპირებდი არ ვიტყვი მეთქი, მაგრამ აიცა თქვი. ხო და ასე ჩემო კარგებო, მაგ დღეში ვარ. ეხლა თქვი, ჩემ თავს უთხარი, ნანა, კიდე თუ დაიწყე ახლა ან საქმე არაფერი არა მაქვს, ხალხო სახლი არის დაწყრიალებული. იქ თუ რამე სახედავთ ისა ყუთი როდებს ის ინოჩენტეს კომპიუტერს როდებს ხოლმე იმის ქვემოთა ის არის ადგამი. სახლი დაწყრიალებულია აბსოლუტურად. სადილის მერე არც ერთი ჭურჭელი, არც ერთი კოვზი არაფერი არ არის გასარეცხი, არც გაზი, ყველაფერი გაწმენდილია და გარეცხლია, ეგ მე თვითონ გავაკეთებ. დილით სანამ ის გოგო მეოთხარი მოდი შენ საძინებელში წადი მეთქი ჯერ. მე კიდე მაცივარს მივხედავ და მაცივიდან გამოვყარე ამდენი დარჩენილი, რა ვიცი ზოგი, არ იმდენი რამე იყო რომ რა გითხრათ რა, ხო იცით როგორც ახდება ხოლმე და ყველაფერი გამოვყარე. მაცივარი დაწესრიგებულია, მაგრამ ვახშამი არ არის, ოჯახში ვახშამი არ არის. მე სადილზე მივირთვი ბროკოლი. რაც შეეხება ბროკოლის თუ ვინმე ჭამთ, ბროკოლი არავინ არ აჭამოთ. ვიცი რომ ძალიან ბევრს აბაძავს და ერთი რასაც გააკეთებს, მერე მთელი ჯგრო იმას აკეთებს. ბროკოლი არ აჭამოთ ხალხო. ტყუილა მუცელში გაგბერავთ, გაზებია, განაგაწყდი, არაფერს კი არ მოგკლავთ, მაგრამ არა, ჯობია რომ თუ ორთქლზე გააკეთებთ, რა ჯობია და თუ არა და წამოადუღეთ, თუ არა და რავი რაღაცა კენით მოხრაკეთ, მოშუშეთ, ხალხთან ერთად, რასთანაც გინდათ. გინდა კვერცხი გადაასხით, როგორც გინდათ. მე მარილწყალში ცოტათი ვთუშავ და მე ზემოდან პილპილს ვაყრი, ესე იმიტომ ვაკეთებ რო ისა, საფქვავიანი პილპილი. პილპილს მოვაყრი ხოლმე და სოიოს соусით მივირთმევ. გუშინ წინებში 2 დღე მქონდა სუში, ჩემი გაკეთებული და ის სოიოს соуსი როგორც ვაზავებ ხოლმე ყველაფერს რო შიგურევ ერთმანეთში, მქონდა კიდე მორჩენილი შეზავებული და მოკლედ იმით ვისიამოვნე ბროკოლი. ჩემ აქ ვარმა სხვა ვერდურა მირთვა, სხვა ბოსტნეული მირთვა, ჩიკორია და სადილი გადავაგორეთ. თევზი შევწვი. ხო. ჩემ გვარს ტრილიე, მე სალმონეს რა ქვია წითელი, ორაგული. თავდაბალი ქალი ვარ, ორაგული. შებოლილი არა, ჩვეულებრივი ახალი ორაგული შევწვი. და ესა. ეხლა ვახშამი არაფერი არ არის სახლში. არ არის. ეხლა ყველი რაღაცა ესა ისა რაღაცები კი არის, რა ქვია, რამე სამწუწნაოები, მაგრამ არ არის ვახშამი და ან ბადრიჯანი იქნება, ან კიდე ხორცი და კარტოფილი. არ ვიცი, ნახოთ, როგორ მომივლიან თავში ეგრე იქნება. ესია ჩემი საქმეები, ხალხებო. ეგ უნდა მინდოდა მეთქვა, ვიცი რომ მელოდებოდით. ხო, ვერ მოგილოცეთ პირადში, ვინც მომწერა, მე მგონი რომ ვუპასუხე, თუ ვინმე გამომჩით. ჯვართამაღლება, ალავერდობა მოგვიანებით, მაგრამ მაინც გილოცავთ ხალხო. და გილოცავთ და დაგლოცავთ მთელი გულით, რომ გფარავდეთ ჯვრის მადლი, ალავერდის ძალი და მადლი კიდე გეწეოდეთ ყველას. ძალიან მენატრება, ალავერდიც მენატრება, თეთრი გიორგიც მენატრება და ყველაფერი მენატრება, ხო იცით.
ეხლა ვინმე არ გამოხდეს როგორც ამას წინათ შენ რა გეტყობა იმისაო ნოსტალგიისაო რა უნდა მეტყობოდეს რა ზოლები ხო არა მაქვს და კოპლები ხო და ეს ამას ეხლა კამასოკოს რას ვიზავ მე ხო აი მაგასაც მივამატებ ვახშმის სუფრას პამიდორს დავჭრი ხავხს დავაჭრი კამასოკოებს დავაყრი ზეთ და მარილი ზეთი და მორჩა იქნება სალათი იოლი და იორღა ანუ უბრალო რა ხან არტიშოკი დამწნილებული არა ზეთი შადებული არტიშოკი ხან მაგასაც ვაყრი ხოლმე რა თუ ვინმეს არ გიცდიათ სცადეთ წითელი პომიდორი ჩვეულებრივი პომიდორი სასალათე პომიდორი დაჭერით და კიტრის მაგივრად ჩააჭერით კიტრის წნილი პიკული დამწნილებული რავი როგორიც კიდათ მე ხახო მწვანილი ყველაფერი რაც კიდათ და ესა მარილი ზეთი ეგავ ნახე გააკეთა ერთმა გოგომ არ ვიცი უკრაინელია არ ვიცი რუსია დიეტაზე იყო რა და აღარ ჩემხოდრი არ ვიცი შარშა აი მე ხორასაც დავინახავ მერე და მით უმეტეს თარო ეჭვმეპარება ხო უნდა ვცადო აბა როგორია თქო და გავაკეთე არაფრით არ ველოდებოდი თუ ესეთი კარგი იყო უხდება თქვენ წარმოიდგინეთ ინოჩენტემაც კი სიამოვნებით მიირთვა და რატომ უხდება ჩვეულებრივ ძალიან ბევრი ადამიანი ხო ძმარს უკეთებს სალატს კიტრი პომიდრის სალატს ჩვენ არ უკეთებდით ოჯახში მაგრამ ბევრი ადამიანი მიირთვა რესტორნებში უკეთებთ ხო და იმ ძმრის მაგივრად კიტრის პიკული და არის გადასარევი აი ძალიან უხდება ძალიან ასე არ ვიცი თუ რამე კითხვა იყო კომენტარებში და უნდა მეპასუხა რა თქმა უნდა არ მახსოვს თუ გინდა მომკალით ვერ ვიცი ხო და ეგრე ხო და ეს ქეთო რო არის ქეთო ტიკტოკერი ქეთო თელაველიც არ არის კურდღელაურელია რატო ეძახით თელაველს კურდღელაურელი ქეთევან ეგი დუნაშვილი ძალიან აქ ბიპოლარიზაციაო დღეს ერთმა თქო მაგრამ არ ვიცი მაგას ბიპოლარიზაცია კი არა კვადრიპოლარიზაცია აქ მე თუ მკითხავ ერთ წუთში უცებ დაემართება ცუდ ხასიათზე ან ქმარს ესვრის რაღაცას ან დედამის სწავლებს ხელს და აჯანჯღარებს ან ცუდ ხასიათზეა დაიწყებს ხელი ზუსტად 2 წუთი არ გავა და უცებ კარგ ხასიათზეა მშვენიერ ხასიათზე ხო და მე ვამბობ რომ მე საღამოთი რო წამალს დავლევ ხოლმე ამ კიბოს წამალს არა ჰორმონალურია რა თქმა უნდა და ეს ჰორმონების არევდარევა რო ცუდ ხასიათზე ვდგები ეხლა უფრო ნაკლებად თავიდან იყო საშინელება თავიდან იყო ისეთი ცუდი რომ ვერ გეტყვით კი მეუბნებოდნენ ვისაც გავლილი აქ რომ ნანა მერე გაგივლისო მაგრამ ძალიან გვიან გამიარა და თლათ არა ხანდახან ეხაც მემართება და იმას რომ დავლევ აი ცუდ ხასიათზე ვარ ისეთი რომ არავის არაფრის დანახვა არ გინდა არაფრის გაგონება და გავდივარ სხვა ოთახში ხო და აი მას ემართება მაგასთან არაფერს იმას არ ასვავს რა ქვია ჰორმონალურს და რატო ემართება არ ვიცი მოკლედ ეს ძალიან როგორ გითხრათ არ ვიცი ხალხის დალანძღვა მინდა აი რა დონეზე ეცემა ადამიანი არ ვიცი რა დონეზე რა დონემდე შეიძლება რომ დაეცეს რის გულისთვის არაფრის გულისთვის ხო რატო შეიძლება რომ ადამიანს რომელსაც იცი რომ ფსიქიკა შერყეულია იცი რომ არ არის თლად დალაგებული კი თავიდან ხომეც არ თქვი დალაგებ მაგრამ არა და იმას სასაცილოდ იგდებ უფრო როგორ ვთქვა ფრთებს უსწორებ შენახარ პირველი ვარსკვლავი და ვინ არიან სხვები არავინ შენ დონემზე ვერავინ ვერ მოვა და ვაი და ვუი და ამან დაიჯერა მართლა დაიჯერა ოღონდ რა მართლა და ვაი აქ ეხლა ვაი აქ იმას თბილის როგორც ასეთი ვაი არ შემიძლია ხო და ეგრე ისეთი ლამაზი საყურეები გაჩვენოთ
ერთი იმიდან გადადიხარ მეორეზე. მაგრამ ვქრე კაცო იმას რო იმაზე ხო არ ვილაპარაკ. არგუმენტი ეგ არ არის, ის თემა არ არის, რომ მივდგე და 40 წუთი ნახევარი საათი კეთოს თემა ვამუშაო, რა შემაინტერესებს. სხედან მერე, ვაიმე ეთერს უძღვნიან 3-4 საათი ლაივში 8 ადამიანი, 6, 8, 10 ადამიანი ერთი და იგივეს, თვეებია უკვე ერთი და იგივეს ამბობენ, ღეჭავენი, ვაიმე. არ შეგვიძლია. ხო და ისევ საყურეებზე გადმოვალ. ძალიან კარგი ნეკათითისა, რომელიც გამომიგზავნეს, ვიყიდე. მე მგონი ერთ-ერთი ყველაზე კარგი იყო და არც აეკვეტეოდა მარტო, არც გაჩვენეთ. ხო და წეღან გავედი და იმ მაღაზიაში გოგო რომ მუშაობს, იმას ვთხარი, რა ზომათითები გაქვს მეთქი, არ ვიციო და გავიტანე და ნეკაზე კარგად ქონდა და ვაჩუქე. ხო და ასე, ტყუილარაზე მედოს მე მეთქი და ავდექი და ვაჩუქე. ახალგაზრდა გოგოა და გაუხარდება და გაიხარებს. ხო და საყურეები იმის თქმა მინდა რომ ჩავიხედე ამ სადაც ისა მიწყვია წესიერად და ზოგის არ მახსოვს ხო და ყველა ხوارც გამკეთებია და ერთი ამოვიღე ისე მომწონს რომ რა გითხრათ და გუშინ ვფიქრობდი რომ უნდა გამეკეთებინა მაგრამ გადავიფიქრე მერე უნდა ჩამეცვა ლურჯი მაიკა მაგრამ მერე როციო და აღარ ჩავიცვის ლურჯი მაიკა და ეგ საყურიც გადავიფიქრე და ეხლა ეგ ახლოშია და ავდგები და მოვიტან და გაჩვენებთ ლურჯი არ არის ცისფერია მაიცა მაიცა ეს რომელსაც უფრო ხშირად ვიყენებ ხოლმე ის მიდევსა ეს ფრანკოს ყვავილები ხო გაჩვენეთ ეს გაჩვენეთ ადრე ეს ბეჭედიც როგორ მომწონს მაგრამ აბა სადგიდა რომ გაიკეთო როცა იქნება მაშინ გავიკეთებ როცა წავალ საჭირო ადგილზე აი ახლა უნდა მოვიტანო არ ვიცი ჩანს სად უნდა მოვიტანო აი ისეთი ძალიან ლამაზია როჰა სიტყვანი ეს პატარა მარგალიტი კი არ ვიცოდი ეს პატარა მარგალიტი როა გვერდში კი არ ვიცოდი ძალიან ლამაზია ძალიან მომწონს ხო და ისა რა ქვია წვარე კაბა ხომ აქ ერთი ვინც ძველი მომდევს იცის სახელოები რომ წელიწადში ერთხელ ვიცმევ მაკაბას მუქი მწვარე კაბაა და მაგისთვის ვიყიდე საყურეები მალაქიტის საყურეებია ძალიან ლამაზი და მინდა რომ ჩავიცვა და გავიკეთო ის საყურეები რითი ვერთობი ხალხო აი დღეს ნინოს ვიმესიჯებოდი და შეიძლება ეხლა თქვა ბოლო ორ ვიდეოზე ფიქრიას კომენტარები არ არისო და რა მოხდაო ეხლა ხალხი ხო ვიცი მე ისა ინტერესიც აქვს და მე ის აქვს აბა რა მოხდაო და არაფერი არ მოხდა ხალხო კონტაქტობთ მე და ფიქრია არასცალია ერთი პარტია ბიზნეს სტუმრები მეორე ეხლა წინა ხუთშაბათს შვილი გოგო და შვილი და ისინი ჩაუვიდნენ და გადარბენა და იმას იქით აქვს ხო და ნინოს ვემესიჯებოდი დღეს და ნინო კიდე ხალისობს აკოხტავებს ალამაზებს ვარდები აქ ეზოში სახლში ყველაფერი ლამაზად და ნინო თავისთვის ერთობას თავის იმას რა ქვიან სახლკარს ალამაზებს ხო და ესთეტიურ სიამოვნებას იღებს და ის და მე კიდე აი ჯიჯი პიპილებში ვარ
მე კიდე ჯიჯილპიპილებით ვიქარვებ იმასა, რა ქვია, დარდებს. სახლის მოკოხტავება, მოლამაზება, მეზარება. არა და არასოდეს არ ვყოფილი ვარ მე ასე. სულ ყოველთვის ახმეტაში გქონდა კორპუსში ვარ გაზდილი და ოროთახიანი ბინა, ორი ოთახი და ლოჯი. ხო და ეხლა ის მისაღები ოთახი, წარმოგიდგენთ, ეხლა ძველი ისა კომუნისტების ბინები აბა რა იყო რა და ეს მისაღები ოთახი ახლა ვიცით ჩემი მეზობელი თუ მე მიყურეს და ან ძველი ნაცნობი და ნაცსავი ხო იციან და ეხლა რა გქონდა რა გაქვს არა და დივან კრესლოები სერვანდი წიგნების კარა და შუაში ბაგი და რა თქმა უნდა ქვეშში ის რა ქვია ხალიჭა წითელი ხალიჭა ხო და ეს მაგიდა სულ შუაში იყო მოდა და იდგა ხო და რომ მინდოდა სულ სიახლე არა წელიწადში ორჯერ ამ ერთი კედლიდან დივან კრესლოებს წავიღებდი იქით, აქეთ წამოვიღებდი კარადებს. მერე მოვიდოდა მეორე პერიოდი ისევ იმას იქით გადავათხრედი, ამას აქეთ გადმოვათხრედი. მერე ავიღე და დივანი ჩავაქხერგე, საითაც ისა. ლოჯისკენ გასასვლელი კარები იყო, იქ ჩავდგე და ჩავკეტე ლოჯი. უფრო დიდი ფართი გამოჩნდა მისაღებში. ხო და იმის თქმა მინდა რომ ეს სახლი როგორ მოგვეკოხტავებინა ამ და დედაჩემს დედაჩემა ფარდები შეკერა რაღაცა აბორკებიანი იმისი რა ქვია ოპერის ფარდებს ეძახდნენ ვალამაზებდით სახლს როგორ შეგვეძლო როგორც კი ყვავილები დაიწყებოდა ნიორებიდან მოყოლებული მაშინვე ჩემთან ვაზაში ყვავილები სულ უნდა მქონოდა ხოლმე და იყო ამ წვალება ჯახი სახლის კოხტაობა და ეხლა არაფრის თავი არ მაქვს. აი უფრო პირიქით ვფიქრობ, რაც უფრო მოვაკოხტავ მეთქი, უფრო მე დავიღლები მაგათ დასუფთავება დალაგება. არ მეზარება. რამდენი ხანია ნინო მომაწოდა ეგიდია ისევ აივანზე აქეთ ქუჩისკენ აივანზე არანაირი ყვავილი არ ახარობს. გარდა ზამთარში ყოჩივარდები, აქაურ დიდი ყოჩივარდები რო არის, ეგ ხარობს ზამთარში მარტო და ბალბა დანარჩენი ყველაფერი ყდება. არ ვიცი რატო. თავიდან რომ გადმოვედით, ვიყიდე იმდენი ქოთნები ყვავილები და გვერდზე მეზობელი მეუბნები და არაფერი აქ არ ახარ, ვიმე მე კიდევ ავდიე, მე ხიდა გეცეს რას ქვია მეთქი. მართლა არაფერი არ არსებობს. უვლიდი ვერა. ხო და იქით მთელი დღე მზე აჭერს და საერთოდ შანსი არ არის და იქით თან 1000 ხარახურა ნაგვის ისინი ბიდონები. ხო და ეხლა ნინო მომაწოდა შარშან იდეა რომ ქოთნებში ხელოვნური ყვავილები და აივანზე მიამაგრე რომ ქარმა არ წაიღოს ვერაფრით ვერ მოვახერხე ვერ ქოთნები გადავყარე არ ვიცი 1-40 ქოთანი გადავაგდე ახლებს ვიყიდი არ არის პრობლემა ვიყიდი ყვავილებსაც ვიყიდი არც ეგ არ არის პრობლემა ყველგან იყიდება ჩინელებში თუ ბაზრობაზე თუ სადაც გინდა და ვერაფრით ვერ მოვაბი თავი, რომ აივანი გავალაბაზო. რომ აივანი მოვაკოხტავ. ისე რომ იცოდეთ, აქეთ ამ მხარეს სარიცხის დაფენა, ქუჩის მხარეს, სარიცხის დაფენა, აივანზე რაღაცების დადგმა, აი თუნდაც ნაგვის იმისა რა, აკრძალულია, არ შეიძლება. იქით ამ მხარეს. ხო და ეგეც მოგახსენეთ. რაღაცა იყო ადრე ეხლა არა სხვა ვიდეოს ქვეშ რომ აბა იტალიაშიო ეს მოგვიყევიო იმას როგორ არისო ეს როგორ არისო რა ვიცი ხალხო რა მოგიყვეთ იმდენი მაქვს ნალაპარაკები იტალიელებისა და იტალიის ადათ-წესებზე რომ რა გითხრათ ხო და თუ დავიწყე და მოვედი ხოლმე აღვადგინე არხი და ნორმალურ არხი არის მაგრამ ნორმალურად დავიწყე ვიდეოების დადება, ხო კარგი და თუ არა და რა ვიცი, ეგრე კანტიკუნტად მოსვლა არ არის საქმე რა. მესმის. მაგრამ ჩემ თავს ძალას არ ვატან. აი სიმართლე არის ეგა. მე ისეთი ცხოვრება დავიწყე, რომ ჩემ თავს ძალას არ ვატან არაფერს. თუ აუცილებლობა არ არის ის აუცილებლობა რომ დილდრო უნდა ადგე და თაბოწეს რიგდე და ქმარს მიხედო და სადილ ეგეთი აუცილებლობებს რა თქმა უნდა ძალასაც ვატან და ცხვირსაც დავინაყავ და ყოველ დღე
აბანო და სამზარეულო და ეგენი რო უნდა მიხედო, ეგ კი, მაგას არაფერ, მაგრამ აი ზედმეტი რაღაცები თუ მინდა გავაკეთებ, არ მინდა არ გავაკეთებ. მინიმალურ აუცილებლობას ვაკეთებ. ხო და ეს ვიდეოებიც მაგ პონტში ჩაიწერა რა, რომ მინდა, არ მინდა, თითქოს არ მინდა, თითქოს მეზარება და მაგიტომ. თორე როგორ ვიღებდი დღეში 2-3 ვიდეოს, ორს ხო ბოლო წლები ხო 2 ვიდეოს მაინც ავდებდი. ერთი ხო მაინც მაგრამ აღარ ვიტვირთავ თავს. ანუ ვფიქრობ, რომ ლაივები დავიწყო, ანუ ვფიქრობ, ხანა ვფიქრობ, რომ TikTok-ზე გადავბარგდე და არა მაქვს იქ მაგის ნერვები არა მაქვს, იმიტომ რომ იქ თუ ინტრიგანობა არ დაიწყე, თუ იქ ის აი ვერა სამბარა, ვერა. თუ წყნარად ახარ TikTok-ზე და პატიოსნად შვიდათ, როგორც ჩვენ ბანანა მაგალითად, მაშინ დიდ ვერაფერს ვერ იზამ. თანხის მხრივ ვამბობ რა. ფული გამომუშავებაზე, ვერა. ისე შენი გართობა და ხალხთან ურთიერთობა ვისთანაც გინდა კი, მაგრამ მე მგონი რომ გამომუშავება დიდი რამე ვერა. ხო და აქ კიდე არა არ მიღირს. კი, აქ ხო არის გამომუშავება YouTube-ზე, რაღაცას ხო გამოვიმუშავებ, რომ მოვიდე ყოველ დღე ერთი ვიდეოთი, რაღაცა ყოველთვე ხელფასი მე მეკნებ. მაგრამ ჩავთვალე, რომ არ მიღირს აი ჩემ თავზე ძალის დატანება, თუ არ მინდა, არა და შეცდომას უშვებ მანდ. იმიტომ რომ უკვე ყველამ შემატყო და ნინომაც შემატყო პირდაპირ არ მეუბნება, მაგრამ რა ვიცი თქმა მინდა, მე თვითონ ხო ვიცი, რომ ქართულად უკვე მებნევა. ენაც მებნევა და ტვინიც მებნევა. რამდენი აღარ მოვედი, არა და კარგად ვიყავი უკვე გამართული. ხო და ეგ იქით იყოს ახლა ქართული მე არასდროს არ დამავიწყდება სიტყვაზე, მაგრამ ის რომ აი თქვენთან ურთიერთობა მე მჭირდება, ეგ ძალიან ცუდად ვიქცევი, რომ უარს ვამბობ რა, იმიტომ რომ მე ახლა ერთი მხრით ვფიქრობ, რომ აი არ მინდა და მეზარება და რატო დავიტანო თავს ძალა რატო დავატანო და რა თმინდა ხელფასი, მაგრამ ხელფასი არ არის აქ საქმე არის, რომ მე რომ ყოველ დღე მოვდიოდე ერთი პატარა ვიდეოთი მაინც ჩემთვის იქნებოდა კარგი. და ამას ვიცი, შეგნებულად, როგორ ვთქვა, ვიცი, მაგრამ მაინც არ ვასრულებ. წავედი, ბევრ რამეზე შეგვიძლია ვისაუბროთ, კვებაზე შეგვიძლია ვისაუბროთ ხოლმე ხალხო, იმიტომ რომ იმდენი სისულელე ტრიალებს, იმდენ სულელურ რჩევებს იძლევიან ადამიანები ამ ინტერნეტ სივრცეში, კვებაზე, ზოგი სულ უბედურდება და რა ვიცი, ზოგი რა და ზოგი რა. შეგვიძლია 1000 რამეზე ვისაუბროთ. აი დღეს წავაწყდი, არ ვიცი ვინ იყო და რა იყო და თქვა, რომ დეპრესია არ არის გამოსავალი, დეპრესიაში შესვლას რა უნდაო? დეპრესიაზე ადვილი ეხა მასე არ არის რა თქმა უნდა, მაგრამ დეპრესია არის ისა ეგოისტური რამე, იცი რა, რომ დანებდები დეპრესიას, რომ დანებდები, ხო? ამით მარტო შენ თავზე ფიქრობ. და რომ უნდა იბრძოლო და გამოხვიდე დეპრესიიდან თუნდაც შენი გარშემო მყოფებისთვის, აი ეგ არის ვაჟკაცობა. აი რამდენი თემა გვაქვს სასაუბრო. კიდე 1000 რამე რაც გინდა იყოს. ზოგმა მეტყველება დამიწუნა, რომ მიიბლოკა მეთქი, ხო გითხარით? ზოგმა ისა უტვინობა, ზოგმა უწუხდებით. საკმარისი განათლებაც ამაქვს, საკმარისათაც მეტყველებ თუ მინდა. ხო და ასე. ახალი თუ ვინმე გადამაწყდებით, იმას ვეუბნებით, რომ ძველები ვინც ამ ყევხართ, მოხარშულსაც მიცნობთ. თქვენ არ გეუბნებით, თქვენ არაფერს არ გეუბნებით, ახლებთან დაკავშირებით, რამდენი ახალი იუთუბერი არის ახლა ეჭიდებიან და იწყებენ, ხო? ხალხო, ახალი, არ ვიცი, მე არ ვიცი, არა მგონია თუ ვინმე მისმენდეს, მაგრამ თუ ვინმე მისმენთ ახალი, ხალხო, თქვენთვის ვამბობ ჩემთვის. მაყურებელს არც დაშინება არ უნდა, გამომიწერეთ, თორე აღარ ჩავწერ ვიდეოსო. არც ხვეწნა არ უნდა, გამომიწერეთ, თორე თქვენი ჭირიმეო.
არც არაფერი არ უნდა შეხსენება უნდა რომ გამომიწერეთო შეიძლება რომ ზოგს თავში არ აქონდეს რომ გამოწერა ასაჭირო შეხსენება უნდა უთხრა რომ გამოიწეროს არხი მაგრამ არხის წინ წასვლას გამომწერებს არც სხვა ბლოგერების დახმარება არ გინდათ არც სხვისგან რეკლამა არ გინდათ არა მუშაობა უნდა ხალხო მარტო და მარტო მონდომება უნდა და დანარჩენს YouTube-ი გეხმარება თუ YouTube-ი დაგინახავს რომ შენ ყოველ დღე 2-3 ვიდეოს დებ, გრძელ ვიდეოებს დებ, არა 7 წუთიანს და 8 წუთიან ვიდეოებს. ცოტა გრძელ ვიდეოებს 9 საათი მაინც დაიტანეთ თავს ძალა. დადეთ YouTube-ი თვითონვე წაგიკრავს ხელს და ყველაფერს დაგეხმარებათ. ასე ფუნქციონირებს და ასე მოქმედებს საქმე. თუ დამიჯერებთ თუ არა მე თქვენ ვსვამთონე მე 3 თვეში მე არც არავინ გამარეკლამა არც არავინ არ მომხმარებია არც არავინ რა ვიცი მე არავის არ უხსენ პირიქით დღესაც არავინ არ მახსენებს ქართველი იუთუბერები მანანას გარდა ხო და ჩემი ზუსტად 3 თვის თავზე მონეტიზაცია ჩაბერთო ზუსტად ოღონდ გიჟივითავ მუშაობდი ვინც გახსოვთ ამრიკო ხომ ყელხარ თავიდან რომ მომდიო ვიზად გახსოვთ 3-4 ვიდეო გიჟივითავ მუშაობდი აი ყოველ დღე ყველაფერს ვიღებდი სამზარეულო იყო ვაკეთებდი ისე კი არა რომ გადაიღო რაღაცა და მე ერთი ის რა ქვიან მაგას მძინარა დიალოგის კომენტარი დაურთო ზემოდან რომ საუბრობენ არა ხალხო ცოცხალი ადამიანი უნდა ხალხს მაყურებელს უნდა გულწრფელობა მაყურებელს უნდა ცოცხალი ემოცია და თუნდაც გაილოკეთითი თუნდაც გლანძღონ ეგეც კარგია ხო და ის უნდათ რომ ნაღდი და ნატურალური იყოს და ეგ არის დანარჩენი თავის მოდის ნახვებით თავის მოდის მერე ისიც რა ქვია გამომწერებიც და ასე. მაგრამ თუ შეგატყეს რომ აი აფერისტი ხარ თუ როგორ თქვა ყალბი ხარ აფერისტი არა რაშუაში ყალბი ხარ და რაღაცას იკმაკები და რაღაცას იწელები და რაღაცას მაშინ ვერა რა მე მგონი მე ესეც არ უყურებ და იმიტომ რომ მე რო გადავავლი თვალი რო ვიწყებდი რომ თქვი რომ ვინ მიზიდავს რა მიზიდავს ხალასი ადამიანები მიზიდავს ნაღდი საუბარი გულიდან წამოსული საკუთარი აზრები მიზიდავს ის რომ ადამიანი თვალებში მიყურებს და არ მატყუებს არაფერს ან რაღაცას არ მოძღვრავს და რაღაცას სიტყვას არ მარიგებს სულელობებზე და ტუტუსობებზე და ის რა მომწონს ვიფიქრე და ის გავაკეთე რომ მეთქი უნდა იყოს შენი თავი და მე მოყვება ის ვისაც მოწონხარ ვინც არა და დაგანებებს თავს რა პრობლემაა წავედი ხალხო აბაჰე და აბაჰო ნინოს მოეწონა ჩემი სათვალეები მეც მომწონს წავედი ახლა და რამეს ვიზამ ანუ ბაშხამს ხო აი თუ ვინმეს გაინტერესებთ ახლა ეს არა თუ კარგი გამოვა გეტყვით ან პირდაპირ და გაჩვენებთ მოკლედ არა გაჩვენებთ იმას რა ქვია შედეგს ახლა პროცესებს ვერ გადავიღებ მე მგონი რა ვიტყვილი რო აქ წავედი ხალხებო როგორ ვიყავი ხოლმე ახლა ის რა გამახსენდა ვეძებდი რამე ბიუჯეტური გემრიელი რამე ისეთი ახალი რეცეპტი მეპოვა და მომეტანა თქვენთან ჯერ მე ვცდიდი თუ კაი იყო და გიზიარებდით აი და ამას მარტო იმიტომ კი არა რომ ხელფასი და აჰა კიდევ ვიმეორებ ვის არ უნდა ხელფასი და ვის არ უნდა ფული ყველას მაგრამ ის ენთუზიაზმი მქონდა ეს ურთიერთობა ეს რა ვიცი მე ძალიან დიდი ენთუზიაზმი დავკარგე მოჩვენებდა ცოტა ის უნდა მინელდა და რომ მინელებულია ცეცხლი რომ მინელდება მე ხოლმე შებერვა უნდა ვაპრკოვე ხლას იბრძნებს წავედი ვაიმე დიდი ეს რა კარგი კეფირია მისართმევათაც ოჰო ადრე გავხსენი და ვიღაცამ დამიწერა და ეს კეფირი კი არა სმეტანაო ისეთი ის არის სქელია და გემრიელია
კრემისებურია. ხო და ეგრე. ნახოთ, აბა რა ვიცი, მე ვიყიდე კარგი და გამოვა კარგი ხაჭო, არ გამოვა და რამდენჯერ გამიკეთებია ლიმონი ან ძმარი, ან ლიმონის წვენი. 8 დუღდება რძე, კარგად რო გაცხელდება, 1-2 კოვზი ან ძმარი, ან ლიმონის წვენი, რომელიც კიდე გემოს არ გაიყოლებს და ჩვეულებრივ ხაჭოვდება. მაგრამ ამდენი ბევრი არ ამოდის. 1 კილო რო ამოვიდეს 2 ლიტრიდან არ ამოდის და აბა ვნახოთ ახლა. ნახოთ. სიმართლეს მე ვიტყვი. რავი, იმ ადამიანსაც რა თუნდოდა მოტყუება რა. რა ვიცი, დიდი სისულელეც ბევრია, ხო იცით თქვენ ინტერნეტში. არა და კარგი ხორცია, კარგი ის გამოვა. ოჯახური. ხო, ოჯახური ქვია. ოჯახური ჟარკოვი, რავი რა ქვია, არ ვიცი, შეწვარი კარტოფილი და ხორცი ქვია მაგ. წავედი ხალხო, კოცნით ყველას დიდი მადლობა. ყოველი სიტყვისთვის, ყოველი დაწერილი გულისთვის, ყველაფრისთვის ძალიან დიდი მადლობა. იმიტომ რომ ყოველთვის ვიმეორებ, რომ დიდ ძალას მაძლევს. დიდ მუხტს, ენერგიას, არ ვიცი როგორ ვთქვა, რა სიტყვა შეეფერება, მაგრამ ძალიან მაძლიერებს. ეგ არის სწორი. სწორი სიტყვა არის ეგა, მაძლიერებს თქვენი კომენტარები მართლა. ეგ არის სწორი ფორმულირება, რის თქმაც მინდოდა. წავედი, აბა ხო, კოცნით ყველას.